მოგვატყუეს ახალი რეფორმის შესაბამისად უმაღლესი განათლება არ იქნება უფასო და სისტემა შეიცავს კორუფციულ რისკებს. გუშინ ჩაწერილ ჩემს ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოყვა და ამიტომ მინდა რამდენიმე განმარტება გავაკეთო ამ საკითხზე. პირველ რიგში მინდა ვთქვა ის, რომ ცუდი იმთავითვე არც სტუდენტი და არც ლექტორი არ მგონია. პირიქით ვთვლი, რომ უამრავი საპატივცემულო ადამიანი მოღვაწეობს აკადემიურ სფეროში. მე პრობლემა არა ხალხთან, არამედ სისტემასთან მაქვს, რომელიც კორუფციულ რისკებს ქმნის. თუ სისტემა ცუდ სტიმულებს ქმნის, მაშინ ადამიანების მანკიერება თავს იჩენს ხოლმე. რა თქმა უნდა, ეს მანკიერებები ყველაში არ ჩნდება, მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების ნაწილში. თუმცა მე მინდა შეგახსენოთ, გახსოვთ მდგომარეობა განათლების სისტემაში 2005 წლამდე? ხო და მე ვამბობ მხოლოდ იმას, რომ ახლაც შეიძლება გამოჩნდეს ლექტორი, რომელიც 500 ლარის სანაცვლოდ მზად იქნება სტუდენტს ნიშანი დაუწეროს. ხო და დიდი ალბათობა იმისი, რომ გამოჩნდეს ასევე სტუდენტიც, რომელიც მზად იქნება ნიშნის გამო გადაიხადოს 500 ლარი, რადგანაც ამის სანაცვლოდ 2250 ლარიანი გრანტის სარგებელს მიიღებს. ეს რა თქმა უნდა ზოგადი მაგალითია, მაგრამ ეს მაგალითი ზოგადად განათლების სისტემაში კორუფციას აღწერს. ახლა მინდა გადავიდე მთავარზე. ბევრმა თქვენგანმა კომენტარებში დამიწერა, რომ ძალიან კარგია, რომ გრანტის შენარჩუნება დამოკიდებული იქნება სტუდენტის მოსწრებაზე. იმიტომ რომ შედეგად სტუდენტები იძულებულები იქნებიან სწავლას უფრო მეტი ყურადღება დაუთმონ. მეც სრულიად გეთანხმებით, რომ სტუდენტმა აუცილებლად დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს სწავლას. მაგრამ საქართველოში კიდევ სხვა პრობლემა გვაქვს. კერძოდ ის, რომ სტუდენტების დიდ ნაწილს სწავლასთან ერთად მძიმე შრომაც უწევს. მაგრამ ისე კი არა დასავლეთში როგორც არის ზომიერად რომ მუშაობს სტუდენტის სწავლის პარალელურად. არა, ზოგ მათგანს ღამის გათენება უწევს, ზოგი მომსახურების სფეროში მუშაობს და ზოგი კიდევ მძიმე ფიზიკურ შრომაშია. ეს სტუდენტების არჩევანი არ არის. ეს არის მათი ერთადერთი გადარჩენის გზა, რომ ელემენტალური ხარჯები დაფარონ ამ მძიმე ეკონომიკურ პირობებში. როდესაც სტუდენტი ღამე სამსახურში ათენებს, ან მძიმე ფიზიკურ შრომაშია, რა თქმა უნდა, მისი აკადემიური მოსწრებაც ვარდება. ამის გამო გრანტის წართმევა ნიშნავს იმას, რომ ადამიანს სისტემას ჯის მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ის ღარიბია და მუშაობა უწევს. აქ მეორე საკითხიც არის. ჩემი აზრით უსამართლობაა, რომ მხოლოდ სტუდენტს მოთხოვოთ შედეგი. მაშინ, როდესაც უმაღლესი განათლება და უმრავლესობა უნივერსიტეტების ამ ქვეყანაში თანამედროვე ვერც სტანდარტს და ვერც ხარისხს ვერ უზრუნველყოფს. განათლებაში ინვესტიციები ძალიან დაბალია. სწავლის პროგრამები ხშირად აცდენილია შრომის ბაზრის მოთხოვნებს. მეთოდოლოგია მოძველებულია. როდესაც თავად სისტემა ვერ აწვდის სტუდენტს ღირებულ ცოდნას, მთელი პასუხისმგებლობის სტუდენტზე გადაკისრება და ამის გამო მისი ფინანსური დასჯა გრანტის ჩამორთმევით უსამართლოდ მიმაჩნია. და კი, იმ ქვეყანაში, სადაც განათლების სისტემა მაღალ დონეზე იქნება და სტუდენტებს ამ დროს მძიმე შრომა არ მოუწევთ, ჩვენ უნდა მოვითხოვოთ მათი მაღალი მოსწრება.